ვეფხისტყაოსნის უძველესი კოლექცია მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნუსხაშია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და დიდი ბრიტანეთის ბოდლეს ბიბლიოთეკის ერთობლივ ნომინაციაზე მსოფლიო საერთაშორისო რეესტრში წარმოდგენილი ხელნაწერები იუნესკოს საერთაშორისო დოკუმენტების ნუსხაში მოხვდა. სოლომონ მეფის დაკვეთით შექმნილი უნიკალური წერეთლისეული ხელნაწერი ვრცელი და მოკლე რედაქტირებული გამოცემები საერო მხატვრობის ძეგლებით და საინტერესო მინაწერებით. ლიზა ციციშვილის სიუჟეტი. იმერეთის მეფის სოლომონის დაკვეთით შექმნილი ყველაზე უხვად ილუსტრირებული უნიკალური წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი ერთ-ერთია კოლექციიდან, რომელიც იუნესკოს საერთაშორისო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდა. დოკუმენტური რეესტრის სახელწოდებით მსოფლიო მეხსიერება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკასთან ერთად მსოფლიო ნუსხაში 96 სხვადასხვა დროს გადაწერილ ვეფხისტყაოსნის ნიმუშს პირველად წარმოადგენს. იუნესკოს ეს გადაწყვეტილება, რომ ვეფხისტყაოსნების კოლექცია ჩართოს თავის დოკუმენტური მემკვიდრეობის ნუსხაში, ხაზს უსვავს, რომ ძალზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია თავისთავად ვეფხისტყაოსანი და ძალზე მნიშვნელოვანია ის ხელნაწერები, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი ხელნაწერი ჩვენამდე მოიტანა. ამ რეესტრში შეტანილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ის დოკუმენტური მემკვიდრეობა, რომელსაც განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულება გააჩნია, რომელიც ასახავს და მოაქვს ჩვენამდე ამა თუ იმ ეპოქის ისტორია და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება. ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემორჩენილი ქართული საერო ნაწარმოების მსოფლიო მნიშვნელობაზე 300 წელზე მეტია საუბრობენ. ის რომ კოლექცია იუნესკოს დოკუმენტურ ნუსხაშია, მის მსოფლიო მნიშვნელობაზე მიუთითებს. უნიკალურ ხელნაწერ ვეფხისტყაოსნის ნიმუშების შერჩევაზე ქართველი სპეციალისტები ინგლისელ სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ და ნომინაციაზე 94 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში, 2 კი ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის ნიმუში 2012 წლის ივნისში ვეფხისტყაოსნის პირველი ბეჭდური გამოცემიდან 300 წლის შემდეგ წარადგინეს. ვრცელი და მოკლე რედაქტირებული ვეფხისტყაოსნის გამოცემები საინტერესო მინაწერებით და მხატვრობით გამოირჩევა. მათი გადაწერა ისტორიულად ცნობილ მოვლენებსა და ადამიანებს უკავშირდება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო სივრცეში გაშლილი კოლექცია ამიერიდან მსოფლიო საკუთრებაცაა. იუნესკომ გადაწყვიტა ყურადღება მიაქციოს და ნუსხაში შეიტანოს მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული ნაწარმოები. ჩემი აქ ყოფნის მიზეზი ისაა, რომ ამ ნომინაციაზე ქართულ მხარესთან ერთად ვეფხისტყაოსანი ინგლისურმა მხარემაც წარადგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის, თითოეული თქვენთაგანისათვის, ისტორიასა და მომავლისათვის. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის კიდევ ერთ აღიარებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოფენით ეხმაურება. ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის უნიკალური ნიმუშების მასშტაბური ექსპოზიცია შემოდგომაზე გაიხსნება.